Silpaso Begobroni salmo ჩვენი განსემის სტუმარი მიშა მშვილდაძე. მიშა ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი ჩვენს გადაცემაში. იცი რა არის? ზოგადად რა ახლა დღევანდელ გადაცემაზე ძალიან ბევრს ფიქრობდი, რომ სტუმარი ვინ უნდა ყოფილიყო რა. იმიტომ რომ ისეთი დაძაბული სიტუაცია, რომ აი პოლიტიკოს ვერ მოიყვან. იმიტომ რომ ნუ ისეთი არის რა. მომღერალს ვერ მოიყვან და არათემატურია. მიხვდი? აი მაგ სახიობსაც ვერ მოიყვან, იმიტომ რომ ახლა თეატრზე ვერ ვილაპარაკებ რა, მიხვდი? ვერაფერზე ვერ ვილაპარაკებ. ხო და ის გარდა. ამიტომ მე მოვიყვანე გადავწყვიტე რომ იუმორისტი ძალიან ესეთი სტაჟიანი ფიქრობ რომ აქტივისტი ერთი სიტყვით ამ თემებში ყველაფერში კი ხარ ერთი სიტყვით. ხო, ანუ ჩვენ მე ის არის რა, მე რომ პოლიტიკაზე ხუმრობა დავიწყო, გიჟად არ გამოუჩნდა. ეს ვარიანტი. ხო რა, ესე და ნუ მინდა რომ აი ამ თემებზე მოდი აი ჩვენებურად ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ახდება მართლა. ხო, ძიმე სიტუაცია, მაგრამ მაინც ჩვენებურად უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ ხალხიც მართლა ისე არის, ხო და ნუ აი არ ვიცი რა, ახლა მაგალითად სააკაშვილის თემაზე ძალიან ისეთი ამბავია, რომ ანუ კლინიკაში არ გადაყვანის ამბავი, ნუ ეს არის ესეთი მთავარი თემა, მაგრამ თან უცნაური თემა ის არის, რომ იმიტომ არ გადაყავთ, რომ კარგად არის და სასამართლოში იმიტომ არ მიყავთ, რომ ცუდად არის რა, ანუ და თან კიდე ანუ კლინიკაში არ გადაყვანის მიზეზი არის ყველაზე უცნაური ქართული ოცნების, იმიტომ რომ შეიძლება მოიტაცოთ იქიდანო. გაიტაცა. რანაირად უნდა გაიტაცო. აი არ ვიცი როგორ წარმოუდგენიათ რა, ანუ რა ხდება, მე აი როგორ არის რავი, ალბათ ღამეა და ისმის ცხენების ფლოფების ხარატურის. რა ხდება? ნაბადით. ხო, აი რაღაცა ეგრე წარმოუდგენიათ, რომ ესეთი რაღაცა შეიძლება მოხდეს თუ რა. სასაცილო რა არის, იცი რომ ეხო სიგიჟი არის, რომ ამას ამბობენ, რომ ვერ გადავიყვანთ, იმიტომ რომ გაიტაცებენ. ხო. და ამაზე სერიოზული პასუხი რო გასცეს მე ოპოზიციამ, რომ ჩვენ არ ჩავატარებთ აქციებს საავადმყოფოსია, ანუ სერიოზულად უპასუხეს, რომ არ გავიტაცებთ. შენ როგორ თვლი, ანუ გაიტაცებენ თუ ხო აი რაღაცა არ ვიცი ეხლა კობახიძე უფრო შორს წავიდა. კობახიძემ თქვა, რომ ლომჯარიას თუ დაუჯერეთო და გადავიყვანეთო სამოქალაქო კლინიკაშიო და მერე თუ გაიტაცესო, ლომჯარიას დავიჭერთ. ხო, ლომჯარიასაც იჭერენ და კიდე ექიმებსაც იჭერენ. ექიმებსაც იჭერენ, დამსახურებულ ექიმებს, რავი, ცნობილ. ხო, ის 9 ექიმე მე მგონი, 10 ექიმი მე მგონი, იმათაც პირდაპირ იჭერენ, ანუ მაგრამ რის საფუძველზე იჭერენ, არ ვიცი ოღონდ. ეხლა საფუძველი რა თუნდა. აი დაჭერა თუ გინდა ადამიანს. ბიჭო, სტატუსს ნახავენ, სადმე თუ აქვს ვინმე შაშკინთან ფოტო გადაღებული, ნებისმიერ ნასთან წავა. რომელიმე ექიმს და მე დაგიჭერე რა. ეხლა ხო იცი, ახალი ის არის, რა ქვია, იარაღსაც კი აღარ დებენ. იცი, იარაღს რო აღარ დებენ? რას ნიშნავს, ანუ ჩადება პოლიცია? იარაღის ჩადება აღარ არის რა, იარაღს აღარ გიდებენ. ოქმში გიწერე, რომ იარაღი გქონდა. აღარ გაწვალებენ რა, იარაღი მოგიტანონ ჯერ ხო გაუფორმებენ სადმე უნდა იპოვონ, მოგიტანონ, ჩაგიდონ ჩუმად შენ რო ვერ შეამში, მე უნდა ითამაშონ, რომ ეს რა არის ბიჭო, რა გიძე. მირთი ჩვენი გამაგრება. მიშა. მადლობა. აქ კიდე ერთი ძალიან სახალისო თემა არის ის, რომ ერთი ადამიანის გამო, მიხეილ სააკაშვილის გამო, ახალი კლინიკა რო ააშენეს ციხეში. ეგ ხო, აი ეს რაღაცა ის არის რა, ძალიან აი მაგას ვერ ხვდები, მაგის მართლა. ტომოგრაფიის აპარატი ხო იცი? ხო. ეგ ტომოგრაფიის აპარატი როგორი რამეა, იცი რომ კონკრეტულად მზადდება შეკვეთით რა, იმის მიხედვით რომ სად როგორ რა კლიმატაში. ხო და მე იმის დამონტაჟებას, აწყობა მე მართლა სპეციალისტი ჭირდება, მართლა იმ ტრენინგი უნდა გაიაროს, ეგრე არ არის რა, რომ ნიჭიერი ბიჭია მიუშვი კაცო. ნიჭიერი კაი კაცია. ხო და ამათ აიღეს და ციხეში წაიღეს, იქ დადეს. რაღაცა იმით ღია სატვირთოთი. აი ნახე
არის რა მიშა რამდენი კილო იქნება? აჰა 120 მაქსიმუმ. ხო, ეგრე იყო თავიდან. ხო 95-ზე არის ჩამოსული. 100 ქვევით იქნება. აი 100 კილოიანი კაცის მიყვანა ხო ბევრად მარტივია, ვიდრე რამდენიმე ტონიანი რადიაციული რაღაცის ამოღება აქეთ, ხო? აი ეს არჩევანი თუ გაქვს რომ ეს მივიყვანოთ თუ ის ამოვიდა. ყველაფერს ხო ვერ მიიტან მართლა, იქ საავადმყოფო კი არ არის. ხო. ციხის საავადმყოფოა, რა თითი რო გაიჭრას, რომ ბინტი გადაუხვიონ ალბათ და რაღაც მარტივი პირველად დახმარება გაუწიო. პირველად დახმარება გაუწიო რა, ეხლა ეს ხო არ არის სამკურნალო დაწესებულება. რთული პაციენტები რო ყავდეთ და რაღაც არ არსებობს რა, არა აქვთ ამ პრაქტიკაშიც ეგ არა აქვთ, გადაყავთ. ყველანი. ყველა გადაყავთ. და პრეზიდენტმა თქვა რომ ესო არ არისო ჩვეულებრივი პატიმარიო სააკაშვილიო, იმიტომ რომ მთელი მსოფლიოს ყურადღება არისო პრობლემისკენ ჩვეულებრივი რანაირად არისო და ამიტომ ჩვეულებრივი პატიმარს როგორც ვექცევითო რომ გადაყავს და ვკურნელობთო. ამაზე ეგრევე აუჩი. კი, როგორი რამე თქვა, იცი რომ აი სამსახურში რო არ აყავ ხარ რა, იმიტომ რომ შენ თქვენ ზედმეტად კარგი. ზედმეტად კვალიფიციური ბრძანდები უკაცრავად. კაი, მოდი გადავიდეთ ახლა ასე, იცი, მე გადავიდეთ არჩევნებით ხელისუფლების შეცვლის თუ გჯერა. აი, ეგ როგორი შეკითხვა, იცი, ერთი ნახვით შეყვარების თუ გჯერა, ხო იცი, აი ეს უსვამდნენ ბავშვობაში ხოლმე ერთმანეთს ადამიანები. ახლა გისვამეთ შეკითხვას არჩევნებით ხელისუფლების შეცვლის თუ გჯერა. ბიჭო, მე ყველაფრის ხო, იმიტომ რომ გახსოვს არჩევნები რო ყალბდებოდა ამ ქვეყანაში. როგორ არ მახსოვს? ხო, გაყალბდა ბოლო არჩევნები. ეგ თუ გახსოვს. ეგეც მახსოვს და იმის წინაც. ხო, იმის წინაც. ხო, მაგრამ ახლა ხო ემატება რა რაღაც ახალი მეთოდები რა გაყალბების, იმიტომ რომ რაღაცეებზე აი ხო მაგალითად უკვე ვეღარ აყალბებენ, იმიტომ რომ იქ უკვე დამკვირვებლები ვინც არიან ოპოზიციიდან იმის უკვე აზიან ამ თემებს, მაგრამ ესენი რაღაც ახალს იგონებენ რა, ძალიან ყოველ არჩევნებზე ველოდები, რომ აი ახალი რა იქნება რა, მიხდი? ერთი ფრენდი ყავს Facebook-ზე და იმან მომწერა, რომ სულ ვარ ხოლმეო დამკვირვებელიო რა, წლიდან წლამდე ერთი და იგივე უბანზე. ხო და სულ იყო ხოლმეო, რომ აქ უბანზე უყურებდიო ყველაფერსო რა, არაფერს არ ვაკეთებინებდიო რა, ვერ გამიყალბებდიო, შანსი არ იყო, მაგრამ გადასატანი ყუთი ხო აქვთო კიდეო რა. ხო. წაიღებენო ამ ყუთსო, იქ არის 39 თუ 40 კაცი ამ წლიდან წლამდე ერთი და იგივე ხალხი რა, ვითომ შეუძლოთ არიან და ვერ მოდიან და გადასატანი ყუთი მაგისთვისა. და წლიდან წლამდე წავიდო და ის 39 და 39-ვე ხმა მოვიდო და ყველა მიიღო მონაწილეობა. თავრობა მოიგო. ნუ თუ 40% იღებდა ესე საშუალოდ ამ გადასატან ყუთში იღებს რა 70 80 ანუ იქ ძირითადად თავრობას აძლევ ხმას ვინც გადასატანი ყუთის სიაში ხო და ეხლა ვიყავიო პირველადო რომ დაც წამომყვაო დამკვირვებლად და ამიტომ გადავწყვიტეო რომ მოდიო ჩემ დასო დავტოვებო აქო რა ხდება და მე ერთი გადასატან ყუთს გავყვებიო რა ხდება დაინტერესდა რა ხდება რა რომ წლიდან წლამდე ესე მიდის ამდენი ხმა მოდის სულ ყველა მთავრობის ხო და გავყევიო და ეხლა დავნახეო რომ ჯერ 39-დან 9 კაცი თუ რაღაცა ვერ ვნახეთ რა არ იყვნენ არ ცხოვრობენ იქა და ანუ იმათი ხმები წინა ყველა არჩევნებში იყო იქ ჩაყრილი ხო ეს ახლა ეს რო აქ იყო ვეღარ გამოვიდა ვერ ვნახეთ რომ ვერ მიიღო მანამდე ისინი ხაზავდნენ მანამდე იყრებოდა ამათი ხმები რა ხო მე რამდენიმე ტიპს არ ქონდაო რა ქვია პასპორტი და ესენი მაინც აძლევდნენ უფლებას და ვიჩხუბე და არ მივაცემინეო ოკეი ესეც ანუ ეს ყველაფერი ალბათ ხდებოდა წინა წლებში ხო აბა რანაირად ხო 39-ია და მერეო კიდე მთავარიო რა უმრავლესობა კი არა თითქმის ყველაო იყვნენ ჯამრთელები. ამათო ვეჩხუბებიო რომ ესენიო რატო არიანო გადასატანი ყუთის სიაშიო კაცო აქ უნდა იყვნენ რომ ვისაც არ შეუძლია თავის ფეხით მივიდესო და ხმამისეს საარჩევნო უბანშიო ისენი უნდა იყვნენო ამათო ყველა შეუძლიათო რომ მივიდნენ საარჩევნო უბანში და ხმამისცენო და ეს რო თქვიო მივხვდიო რომ ნამყოფებიც არიან უეჭველი
მოკლედ ეს ხდება გადასატანი ყუთი არის 3700 უბანი ხო არის ყველას აქვს თავის გადასატანი ყუთი კი ანუ ყველა 3700 ყველა 3700 გადასატან ყუთზე რომელზეც ახლა დამკვირვებლების არ ყოფნით რა იშვიათად რო ვინმე გაყვესო ხდება ეს რა წავიდა ვიღაცები ყავთ ჩაწერილი რომლებიც იქაც იყვნენ ხმაც მიცეს აქაც შემოხაზეს ჯიგრულად ჩააგდეს ხმა წამოვიდა მთავრობამ მოიგო ამას ხოდა როგორ დათვლილი რომ სულ არისო სადღაც 330 ხმა 330 კაცი მოვიდა უბანზე ხმის მისაცემად და ამის 39 ხმა ახლა აქედან არის 7-8% რა ანუ თითო უბანზე 7-8% ანუ გადასატან ყუთში თითოეულზე ამ 3700-დან სადღაც აი 7-8%-ის რესურსი არის სიგიჟე არ არის რომ აი ეგ 7-8% რამდენი არის იცი 3 სავსე დინამო სტადიონია წარმოიდგინე რა. ანუ ამდენი ადამიანის ხმა შენი 3 დინამო სტადიონის ხმები დაიკარგა. ეხლა მთან მარტო ეს კი არ არის კაცო. კიდე რა არის რომელია? კოვიდუბნები. ძალიან საინტერესო. კოვიდუბნებზე ხდება რა. კოვიდ სასტუმროებში ვინც არიან გადაყვანილი ხალხი, რომ იქ მიდიან, რომ ხმა არ უნდა დაიკარგოს, ხო? ხო. მაგ არის საქმეა. მაგრამ მანდაც ეგრეა. არაპროპორციულად მაღალ ხმებს იღებენ კოვიდ უბნებზე მთავრობა. გაცილებით მეც რა. ეხლა ამაზე რა უნდა იფიქრო? ერთი კარგი ვარიანტი, ყველაზე საუკეთესო ვარიანტი მე რაც მოვიფიქრე ის არის, რომ ბიჭო შეიძლება ამ კოვიდ სასტუმროებში ყველა ხო არ გადაყავთ და თავისები გადაყავთ რა კოცები. შეიძლება მართლაც უკოცები არიან რა. აი სასტუმრო 5 ვარსკვლავიანი. ეს თუ ხდება, ეს არის საუკეთესო ვერსია. მეორე ვერსია არის ყალბდება. როგორ ყალბდება? ყალბდება ესე იგი რა. იყრება რა კოვიდ უბნებზე ვერ აკონტროლებენ, იყრება. აბა ეხლა რანაირად უნდა იფიქრო. მესამე ვერსია კატასტროფაა. ეგ თუ ხდება დაგვენძრა. თორე მესამე ვერსია არის რომ კოვიდი თუ გეყრება, ქოცდები. ეგ არის კი. გოცი ხდები. კოვიდი რო შეგეყარა და გაქოცდი რა. მაგრამ არის ისე აი მაგალითად ისეთი თუ ყავდა ვინმე ადამიანი რომელიც პირველად იყო დამკვირვებლად წასული. ბიჭო ბევრი იყო Facebook-ზე ერთი 15-20 პოსტი მაინც შეხვდა ადამიანები წერდნენ რომ დამაინტერესა რა ხდება როგორ აყალბებენ და წელს პირველად ვიყავი დამკვირვებლად წასული რა იმიტომ ვიცი ეხლა მეტი ამბავი იქიდან რომ ადამიანებმა პირველად იყვნენ და რაღაცები დაწერეს და ყველა იწყებდა ეგრე რომ წელს პირველად ვიყავი დამკვირვებლად წასული და ღმერთო რა გვეშველება ასეთი დათრგუნული არასოდეს არ ყოფილა ასეთი ძიმე დღე ჩემ ცხოვრებაში არ ყოფილა რატო მიზეზი რა არის ბიჭო ძირითადად ითრგუნებოდა ყველა რაზე იცი რომ იქ რომ მიდიოდნენ და აღმოაჩენდნენ რომ ეს მაგარი შეკრული კოლექტივია და ამ გაყალბებაში ძალიან დამხეცებული ძალიან და თან ყველა ერთმანეთს იცნობს რა და ცოტა უხერხულად გზნობ თავს რომ შენ ახლა ხელს უშლი რა მართლა რა ხო ზედ წლიდან წლამდე ეს ადამიანები მოდიან ეს იმის ქმარია კომისიის თავმჯდომარე თავის ბიჭი არის დამკვირვებელი იკარებთა რეგისტრატორ მაგის ის არის კლასელი დიშვილი არის ოჯახია თავისი რაღაცა პატარა ბიზნეს მოხოდილი აქვს და ზუსტად იციან პარკირებაზე ვინ არის ვინ გამოატარონ ვის ხელი არ მოუწერონ ვის ბეჭედი არ დაურყავ ზუსტად იციან და უცხო ადამიანი შეხვედი და რაღაცა დისჰარმონია შეგაქ რა და ცოტა გიტყდება რა ხო და ითრგუნები და თან მე კონფლიქტში რო შედიხარ მაგარი რა ტაქტიკა აქვს იცი ხო აინტერესებთ ეხლა იქ რომ უნდა გააყალბონ რომ ვინ გაატრაკებს რა ეგ აინტერესებს რომ ეხლა აქ რომ გაყალბება წავიდეს ვინ გაატრაკებს ეხლა რატო აინტერესებთ ახალი ხარ წარმოიდგენ და ეხლა და უცბად მივიდა ვიღაცა დაიწყო ჩაყრა და ჰე აყვირდი შენ რასაკეთებ კაცო რასაკეთებ და ოკეი გეტყვია შეგოშა ბოდიში აქ არა ეს რა არის ისა უკაცრავად და შენ გონია რომ მაგარი ამბავი ქენი რა და აღკვეთე რა ეხლა შენ გაყალბების ცდელობა აღკვეთე სინამდვილეში გაგშიფრეს ანუ შენახარ რა დამტრაკებელი რა უკვე იციან გაიგე და მე რაშვებიან იცი რომ რაღაც შარი უნდა მოგდო თავზე ნუ მათ გახარ და რა თავზე გადგავართ კაცო ვაკვირდე რა და ვაკვირდე პროვოკაციას მიწყობს ითქვია მათონო კომისიის თავმჯდომარე ვინ არის ეს პროვოკატორი კომისიის თავმჯდომარე პროვოკატორი გავაძევოთ სულ კოცები არიან ბიძაშვილობა
ხელისაწევით უნდა გადაწყვიტონ ეხლა რომ გაგაგდონ თუ არ გაგაგდონ და ურანაირად არა ბიძაშვილები არიან რა ხა შენ უცხო ხარ გაგაგდებენ გაძევებენ აწიეს ხელი გაძევებენ ეხლა რომ გაძევებენ იქ ხო კამერები არის ეგრეც არ არის რა კამერები არის მაგრამ მან ნახე რა აქვს ეხლა ძალიან მაგრები არის რა ხდება კამერები მორბიან და შენ ეგრევე იწყებ ამის მოყოლას რომ აი ეხლა მე აქ აყალბებ და მე ისა და მაძევებენ მოგონილი ბრალდები და ამ დროს მოდიან და გეუბნებიან თუ შეიძლება დატოვეთ ისა რა ქვია უბანი და გარეთ გაბძანდით კომენტარის მისაცემად იმიტომ რომ ნახე გადაღება შეიძლება შიგნით კამერით მაგრამ კომენტარის მიცემა არ შეიძლება უბანზე და გადიხარ გარეთ ჩო ამიტომ კომენტარის მიცემა თუ გიწევს გარეთ უნდა გახვიდე რა მე უკვე всё მორჩა რა შიგნით რასაც უნდა იმას იზავენ იღა შეგიშვებ დაგაბრუნებენ და კი ბატონო გაგრძელდება პროცესი უბრალოდ იქ ხრი არა ჩასაყრელია უკვე რა აი რა უნდა მაშინ რა უნდა მოვიფიქროთ ამ არჩევნებთან და აი რა გამოსავალი რა არის ანუ აუთსორსზე უნდა გავიტანოთ ანუ კომპანია უნდა დავიქირაოთ ვინც უნდა დავიქირაოთ კომპანია რომელიც აი რომელსაც ვეტყვით რომ აი 2 მილიონი კაცი მოვა რაღაცეებს შემოხაზავენ და დაგვითვალებთ ვინ რამდენი რა შემოხაზა აი ხო დაგვითვალეთ რა რამდენი შემოხაზა ხო რა უნდა აი ის არის რა დაგვითვალეთ მარტივი კონკიას ხო დაავალეს რომ აი დათვალე ახლა შედახეთ ის ბრინჯი იქით ხორბალი აი ეგრე უნდა გადაარჩიოთ არ არის რთული ბუღალტრები გჭირდება რამდენიმე 3700 ბუღალტერი 3700 პატიოსანი წესიერი ბუღალტერი რა რომ აი გარანტირებულად ბუღალტერიც არ გჭირდება სი მართლა 1000-ის ფარგლებშია საანგარიშო რა მაგრამ ბუღალტერო დავაზღვიოთ იქ ხო იცი ეგრე ამერიკაში არავითარი ცესკო არ არსებობს რაღაცა ბანკანა სოციოლოგიური იმაზე ტენდერი ცხადდება რომ აბა ეხლა წელს რომელი უფრო იაფად დაგვითვლით და დაითვლიან ეხლა ისინი და მე ხო იქ რამეს ედისონმა დათვალა ხან სხვა ითვლის გაყალბების ის ვარიანტებს არც განიხილა აი გაყალბება რანაირად ეს როგორ არის იცი რომ ეხლა ნახე ეს გაყალბებები რაც არის აგერ ხო ვლაპარაკობთ ხო მარტო ამ გადაცემის საფუძველზე პროკურატურას ერთი 200 კაცი ყავს დასაჭერი ეხლა აქ რაც მოუხდა იმიტომ ყალბდება აქ რომ არც ერთს არ დაიჭერენ არა ვის არ იჭერენ ჩვენ შეიძლება დაგვიჭირონ ხო რომ რაღაც რავი ხო დესტაბილიზაციას ვაღვივებთ ჩვენ და უკრაინის ომბუდსმენი ისი რა არის მიშა მე ვფიქრობ რომ თვითონ ხელისუფლება ეხლა არის აი რაღაცა ჯიბრის იმაში ჩამდგარი რა აი ჯიბრზეა რომ აი ჯიბრზე რაღაცას არ გააკეთებს ხო და აი ჯიბრი ცუდია ვანო ჯიბრი არის ძალიან ცუდი სინამდვილეში ყველაზე ცუდი ეხლა არის პოლარიზაცია მართლა და რაღაცნაირად ყველამ უნდა ვცადოთ რომ ნელ-ნელა რაღაც შეთანხმებამდე მივიდეთ თანაცხოვრების და ნელ-ნელა უკან დავწიოთ სიცი და სიძულვილი ჯიბრზე მოგიყვები მაგარ პრიჩას ორ ძმაკაცზე იცი შენ არ გეცოდინება ძალიან გაუბაზრებელი პრიჩა ორი ძმაკაცი იყვნენ რა ხო ერთს ყავდა მერსედესი მაგარი კაი მეორეს არ ყავდა მანქანა და ამის მანქანა მოსწონდა ძალიან და ეგეთი ის მოიგონა რომ მოდიო დამენიძლავეო შენ მანქანაზეო რომ 7 კილო შევჭამო რა აზიანი სანეძლაო დაუდო და მანქანა მომეციო რა 7 რა ამბავი 7 კილო მაგრამ ძმაკაცი იყო მაინც და კაიო ხა დაენიძლავა დაენიზო ბიჭო ამა ძალიან მოწონდა ამ მანქანა აუწონეს დაიწყო ჭამა ბიჭო გაუჭირდა ძალიან გაუჭირდა მაგრამ ნუ ძალიან მოწონდა ეს მანქანა შეჭამ მოკვდა წინაღა მოკვდა მართლა მაგრამ მოიგო მაზიანი მიცა ამან მაგრამ აექნა ეხა მაგრამ მე თვითონ დაწყდა გული თავის მანქანა თვითონაც ხომ მოწონდა და ამან უთხრა ეხა წაგებულმა ძმაკას მოდიო მაზიანიო რომ მე 8 კილო შევჭამო და დავიმონე
ისე რომ ზამასკაში დატოვება არ მოსულა. ეხსენებად. და თან ეხლა ნუ 7 კილო კინაღამ მოკვდა 8 კილო რა ამბავია. ხო, ამანაც იფიქრა. ამაც იფიქრა ვერ შანსი არ არისო და მოკლედ აუწონეს ამასაც. დაიწყო იწვალა მოკვდა მაგრამ ამასაც ძალიან უყვარდა თავის მანქანა რა. ხო და მოკლედ შეჭამა ამანაც ეს 8 კილო. შეჭამა. ახლა მორალი. რა შეიცვალა რა ისტორიაში? აფერი არ შეიცვალა. მანქანა ვისაც ყავდა, ისევ იმას დარჩა, ვისაც არ ყავდა, ისევ არ ყავს. ერთ-ერთი შეიცვალა, რომ 15 კილო ჭამეს ძმაკაცები. მარტო სადმე. მეტი აფერი არ შეცვლილა. ეხლა ნამდვილი მორალი კიდე ის არის, რომ ჯიბრი არ ვარგა. ერთმანეთის ჯიბრზე არაფერი არ არაფერი არ ჭამო. აი სუპერ. მართლა რა შეიცვალა მანქანა ისევ იმას დარჩა და იმას ვისაც არ ყავდა ისევ ისევ არ ყავს რა. ხო და ჯიბრი არ ვარგა. კილო აქვს მაჭამი. ჯიბრი არ ვარგა. სასწაული არ ვარგა ჯიბრი ძირფასო ტელეფონებო ჯიბრი არ ვარგა. მოკლედ მიშა ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი გადაცემაში სტუმრად. მადლობა. დაზაფრული მაყურებელი ცოტა კაი ხასიათზე მოვიყვანეთ და რა ვიცი. ხო, იმედია უარეს ხასიათზე მაინც არ დავაყენე. ხო, რა. ნუ ცოტა მძიმე თემებზე კი ხუმრობდით, მაგრამ რა ვქნათ. დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა ბატონ მიხეილ შვილდაძე იყო. მადლობა.